გამარჯობა თუ მეგობრებო. TV+ აგრძელებს თავის გადაცემას წარსული და მომავალი. მე ევგენი ღვინიაშვილი წაუძღვები ამ გადაცემას. წამყვანი. ესეთი თემები გაგვაჩნია დღეს. ხო. პირველი თემა არის საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვა. პრეზიდენტებისადმი, ვინაიდან დღეს საქართველოს გაურკვევლობის წინაშე დადგა, რაღაც ხდება ისეთი, რასაც ადამიანები შეიძლება ვერც ამჩნევდნენ რა ხდება. საერთოდ აი თვალხილულად ხდება ჩვენ წინაშე. ფაქტიურად საქართველოს თავისებურ ჩიხში თუ არ ვიცი, ყველა ნათლად ხედავთ რა სიტუაცია. გაურკვევლობის კიდევ გაურკვევლობა, რომ წარმოიდგინოთ და ყველამ რომ გაიაზროთ რა ხდება. აი ახლა მოგიყვებით ერთ ამბავს, სწორედ უშუალოდ აი რაც ხდება იქიდან გამომდინარე. და განსაზღვროთ ჩვენი მომავალი. ვინაიდან ჩვენ გადაცემას ქვია წარსული და მომავალი. წარსულიდან როგორ მოვდივართ, არჩევნები როგორ ჩატარდა და არჩევნების შემდეგი პერიოდია და ორ პრეზიდენტი ფაქტიურად, ეხლა მე რო ვთქვა, რომ ერთი მხარე დაუშვათ ყაველაშვილი პრეზიდენტი, ზურაბიშვილი პრეზიდენტი, აი რაღაცა გაურკვევლობის წონა, არაწონა, წონობა, უწონობა, აი რაღაცა გაურკვევლობის ჩიხური სიტუაცია. თვალნათლივ ხედავთ. ქუჩაში ხალხი გამოდიან, ევროკავშირის დიდ დარბაზში, სადაც სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა, პირველად მართლაც ისტორიული ფაქტია, რომ საქართველოს დროშების აღლუმი მოხდა ევროკავშირის, ესე იგი, ევროკავშირის პარლამენტის შენობა თუ კომისია თუ აი სადაც იკრიბებიან მთელი ეს ევროკავშირის წევრები, იქ საქართველოს დროშის აღლუმი მოეწყო. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა ამბავია, რომ საქართველოსკენ როგორ იყურება ევროკავშირი. და ეხლა აი ისე დაგილაგებ და ლამაზად შეგიფუთავთ ამ ამბავს, რომ ყველას ეს სიამოვნება და იმედი გექნებათ სამომავლოდ, ვინაიდან ჩვენ გადაცემას ქვია წარსული და მომავალი. აი ახლა რასაც მოგიყვებით და რა ხდება სინამდვილეში. ხო, აქ ჩვენ გვაქვს კიდე ერთი საკითხი დაყენებული, პაվել ჰერჩინსკისადმი მიმართვა. რა მიმართვა არის? მე უკვე მეორე მიმართვას ვაკეთებ. ერთი მიმართვა არჩევნებამდე იყო, რომ არ შეიძლება, ესე იგი, ევროკავშირის ორი პოლუსი, ერთი პოლუსი ოცნება, მეორე პოლუსი ნაცები, ორივეს ევროკავშირის დროშიანი ლოგოებით გამოსვლა შედგა. ფაქტიურად ეს არჩევნები იყო ორივე მხარეს ევროკავშირის დროშები და ეხლა უყურეთ ევროკავშირში საქართველოს დროშები აღმართეს და ხელში უკავიათ მთელ ამ წარმომადგენლობებს. ეს რაღაც არ ვიცი, ახლა ანეკდოტური ამბავი დავარქვა თუ სასაცილო ამბავი თუ რაც არის. ყოველ შემთხვევაში საქართველოს იმდენად ის არის, ახლა აქ არის ორი მომენტი. ევროკავშირის წარმომადგენლობები საქართველოს აძლევენ ხვას თუ
ზურაბიშვილს აძლევ ხმას. აქ ხომ არის თავისებურება, აი თავის დროზე სტალინს სცემდნენ პატივს თუ საბჭოთა კავშირს. აი დაუშვათ ამერიკა თუ ინგლისი თუ ჩინეთი თუ საფრანგეთი თუ აი ანტიფაშისტური კოალიცია რო იყო და იმას სტალინს სცემდნენ პატივს თუ საბჭოთა კავშირს. ვერ გებულობდა ხალხი, მაგრამ ყველამ კარგად იცოდნენ რომ იმას სცემდნენ პატივს სტალინს. მაგრამ აი ეხლა აი იქ რო აღმართეს საქართველოს დროშები, ამითი გამოვლინდა ერთი რამ, რომ საქართველო ძალიან ღირებულია ევროპისათვის, იმიტომ რომ ჩვენ ვიმყოფებით ევრაზიის საზღვარზე. ხვდებით? აი ღვთისმშობელი მარიამი სად გვეხმარება, როგორ გვეხმარება მათ აზროვნებაში. სალომე ზურაბიშვილს ცოტა ხანი დავანებოთ თავი, მაგრამ ერთიანობის ფორმატი ხო შედგა. ეს დიდი პლუსია, მაგრამ ზურაბიშვილთან არა მაქვს ეხლა მე საქმე. რახან ასეთი რამ შედგა ევროკავშირში, ჩვენ ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ და როგორ უყურეთ. აი იმიტომ გითხარით რომ ყველას იმედი მოგეცემათ სამომავლოდ და არავითარი აი გულის ტკივილები და ეს რა ხდება ან პოზიცია თუ ოპოზიცია თუ ასე შემდეგ. აი ეს სხვა ფენომენია. უყურეთ რაშია საქმე. ესე იგი, მოდით ასე დავაყენოთ საკითხი. ვინაიდან ორპოლუსიანობა, ორი პრეზიდენტი ყავს, ასე რომ ვთქვათ, ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური თუ აკრედიტაცია დამთავრებული თუ პერიოდ გასული თუ ორი პრეზიდენტი ყავს. ეს სახეზია. ეს არის ჩვენი რეალობა. ეხლა უყურეთ. ვის ვცემთ პატივს თუ ვის არ ვცემთ პატივს თუ ასე შემდეგ. ასე რომ ვთქვათ, მოდით დავდოთ სასწორზე ორივე მხარე. ხო? და გამოცდა ჩაუტაროთ ამ ორ მხარეს. რა გამოცდა? 2026 წელში შოთა რუსთაველის 860 წლის იუბილე სრულდება. 860 წლის საიუბილეო თარიღი სრულდება. აბა მოდით ახლა ორივე პრეზიდენტს მივმართოთ. პირდაპირ. გნებავთ ასე დავაყენოთ საკითხი ექს-პრეზიდენტი. პრეზიდენტი ხო ის თulis თავს ისევ პრეზიდენტად, ხომ ასე არა? მე არ ვიგონებ არაფერს რაღაცას ან ვინმე დავაკნინო, ან ვინმე დავამცირო, ანის არა. აი 860 წლის იუბილესკენ რომელი გაიხედავს, რომელი ხმას ამოიღებს და რომელი ჩაიხუტებს ამ თემატიკას. ეს ერთი გამოცდა. მეორე გამოცდა ლაზარეს აღდგინების ძეგლისკენ რომელი გაიხედავს ან ერთი ან მეორე, ხომ ასე არა? აი რა კარგად დადგნენ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. და ლაზარეს აღდგინების ძეგლზე ზვიად გამსახურდია ასეთი რამე თქვა, რომ აი თავისუფლების მოედანზე ნუ დავდგავთ ამასაო, ალბათ რაღაცა ხდებოდა მის სულიერებაში შინაგანში. არადა ძალიან მოეწონა ეს ლაზარეს აღდგინების ძეგლი. ეხლა რომ წმინდა გიორგის ძეგლი დგას, აი იმ ადგილას ქონდა მაკეტირებული და აი ესეთი დიდ მაგიდაზე მაკეტი, მთელი თავისუფლების მოედნის მაკეტი, თავისი ლაზარეს აღდგინების ძეგლით შევიტანეთ მასთან კაბინეტში, დავდგით რამე, გამოვიდა ისიამოვნა, აი წრე დაარტყა რამე და იცით რა, მოდი თავისუფლების მოედანიო, დავტოვოთ ეგრე როგორც არის თავისუფალიო. ალბათ გრძნობდა რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ ექნებოდა თუ რაღაცა და ალბათ როგორც პირველი პრეზიდენტი მის ძეგლს თუ განთავსდებოდა მან ამას არ ვიცი რა გითხრათ ეხლა წინასწარ მე მის სულიერებაში ვერც ჩავიხედავდი ვერც განსაზღვრავდი რა ხდებოდა მის
სულიერებაში თუ აზროვნებაში, ფსიქიკაში. მაგრამ უარი თქვა, მაგრამ იმდენად მოეწონა ეს დიდებულად გაკეთებული ლაზარეს აღდგინების ძეგლი, რომ მოდითო და აი ამ პარლამენტის წინ დავდგათო ეს ძეგლიო. მაგრამ არ დასცალდა რა, მე რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით. შემდეგ მოვიდა შევარდნაძემაც უტრიალა ძალიან მოეწონა, ძალიან, აი ეს შედევრია, ეს მსოფლიოში რაღაც ფენომენალური უმაღლესი ქმნილება არისო. ძალიან მოეწონა და ის უფრო მოეწონა, რომ დამწერლობათა მუზეუმი უნდა განთავსდეს შიგნით. ისეთი სივრცეები და ისეთი არქიტექტურული ნაგებობა თავისი ოთახებით და თავისი დარბაზებით და მთელი შემკულობით, ასე რომ ვთქვათ. დიადემური, აი ეს ეკლიანი გვირგვინით 40 მეტრიანი ჯვარი, ეკლიანი გვირგვინით ისეთი შემკული ლაზარეს აღდგინების ძეგლი წარუდგინეთ და მან თქვა, რომ მოდითო იცით რა, თავისუფლების მოედანს თავი დავანებოთო, იმანაც იგივე რატომღაც გაიმეორასავით რა და რიყეზე დავდგათო. აი ეხლა რა კარგი შანსი ეძლევათ ერთ პრეზიდენტსაც, მეორე პრეზიდენტსაც, აბა რომელი გამოავლენს თავის სულიერებით, რომელი ამაღლდება ერის წინაშე, იმ სიყვარულს, იმ სიკეთეს, იმ ამაღლებას, რომელი გვაჩვენებს. ხო კარგი თემაა, მე მგონი დიდებული, იმიტომ რომ მე შეკითხვა დამისვეს ასეთი, რომ ერთხელ აი თქვენ გამოსულებში რატომ არ ახსენებთ, თქვენ თვითონ ვინ აბრძანდებით, რომ ასე გვიტევთ ამ თემებით დავუშვათ შოთა რუსთაველის თემატიკას, რომ ყველგან მუსირებ და ყოველთვის ვახსენებ და მთელი სიყვარულით მინდა რომ საქართველოს თავისი სიბრძნის მედროშე, ასე ქართული ცივილიზაციის მედროშე ყოველთვის წინ უნდა იდგეს და წინ უნდა, აი როგორ გითხრა, ჩვენი გზამკვლევი უნდა იყოს. მიხვდით შოთა რუსთაველის გენია და აი ერთი-ორ სიტყვას ჩემი ლექსიდან მოგახსენებთ რა რეების კეთება აი ასეთი ისა მაქვს მე დედაენის წყაროსთან ასეთი სცენარი მაქვს და აი იმ სცენარიდან ერთ ლექსს შემოგთავაზებთ ბოლოსთვის. ეხლა 860 წლის იუბილე, ჩვენი ქართული, ჩვენი სიყვარული, ჩვენი ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე ამხელა სიბრძნე შოთა რუსთაველის სახით, როგორ კაცო 850 წლის იუბილე არ ჩატარდა. ეს ხო ყველამ ზუსტად ვიცით, რომ არ ჩატარდა და ამდენი მხატვრები, ამდენი პოეტები, ამდენი მოლექსები და ასე შემდეგ, აი ხელოვანი ხალხი როგორი იმით იყვნენ გამსჭვალულები და დღესაც არიან, რა თქმა უნდა, რომ წერენ და ეტრფიან და ადიდებენ შოთა რუსთაველის გენიას. იმაზე რომ არაფერი არა ვთქვათ და რაზეა ლაპარაკი, კოსმოლოგია, შოთა რუსთაველის კოსმოლოგია. და რამხელა სიბრძნეები ამ წიგნი რო გამოსცა გიორგი თევზაძემ, ასეთი წიგნი. ხო და ემირ ბურჯანაძისა და ჩემი და არის ასეთი მამუკა დარის პანაშვილი, რომელმაც მაკეტი გააკეთა სრულად და თინათინ თევზაძე კიდე ადრევე გარდაიცვალა ახალგაზრდა, ის იყო არქიტექტორი მთელი ამ ნაგებობის პროექტირებისა და ასე შემდეგ. მე იმათ გვერდზე არასოდეს არ გავწევ, იმიტომ რომ ესენი და ჩვენ და პატრიარქი განსაკუთრებით
მთელი სიყვარულით ვევლებოდით ამ ლაზარეს აღდგინების ძეგლს. ლაზარეს აღდგინების ძეგლი და ლაზარეს აღდგინება როგორ მოხდა? ხო, ყველამ კარგად ვიცით, რომ ღვთისმშობელმა მარიამმა და მარიამ მაგდალინელმა გარდაცვლილი ლაზარეზე სთხოვეს ქრისტეს, რომ აღვადგინოთო თუ და მისი ღვთიურობის ის გამოვლენილი იყო რა და მან ესე იგი მათ ნებას როგორ გითხრათ, თხოვნას გაუწია ანგარიში და აღადგინა ლაზარე. და ის ლაზარეს აღდგინება ჩვენი სულების აღდგინებისათვის, ჩვენი დამწერლობის, როგორ გითხრათ, ღვთაებრიობის წარმოჩინებისათვის, ეს დამწერლობის მუზეუმი უნდა შედგეს. პატრიარქმა იმდენი ლოცვები ჩაატარა, ყოველი დეტალი, ყოველი წვრილმანი თუ კი რამეს ხაზავდით, ვაკეთებდით და როგორ გითხრათ, გამოვიყვანეთ, გამობრძმედეთ მთლიანობაში, ყველგან ყოველ დეტალზე ვაცნობდით ხოლმე, ვაჩვენებდით რამე, რომ რამე შეცდომა არ დაგვეშვა. იმიტომ რომ ეს არის ღვთიურობის რაღაცა თავისებურება, გამოვლენება და პატრიარქის გარეშე ჩვენ ნაბიჯს არ ვადგავდით. სულ ლოცვებში აგებული, ის ხილვებით, სიზმრებით მოსული თემები, როგორ არის საქართველოზე ღვთისმშობლის კალთა გადაფარებული, ამ ლაზარეს აღდგინების ძეგლში არის ნაჩვენები ის ელემენტი, ის ფორმაცია და ისე ლამაზად არის და თვალხილულია ყველაფერი. შიგნით არის საიდუმლო თემებიც ისეთი, რაც მართლაც საიდუმლო, იქ რეზონატორებია, თავისებური ხმები, დაუშვათ ასოები რო იქნება, იქ ჩინური და იეროგლიფები, იაპონური, იქ მონღოლური, იქ ინდოელების, იქ ებრაული ხმების თავისებურებებია და ის რეზონატორები, რომლებიც შიგნით აყენია, იმ ხმებს გამოსცემენ, გამიგეთ? და თანმონაცვლები წინა პლანზე როგორ საგამოფენო თემები დაიბადება ან რაღაცა, მათი ის ნიმუშები, ეს დამწერლობის ისინი წინა მხარეს გამოიფინება, წინ გარეთ კი არა, შიგნით, რომ შესასვლელიდან პირდაპირი მზერა იყოს იმ დამწერლობისა. მათაც ხომ თავიანთი ყველა დამწერლობა ებრაულია, ბერძნული დამწერლობა, ლათინური, სომხური, სპარსული და ასე შემდეგ. ყველას ხო თავთავისი ღირსეული თარიღები გააჩნიათ, როგორც თარიღი დამწერლობის შექმნისა და ასე შემდეგ. ეს ალამაზებს ერთობის ფორმა მთლიანობაში და სწავლულები, ფილოსოფოსები და ჭკვიანი ბრძენი ხალხი შეიკრიბებიან და რაღაცა თავისებურ კონფერენციებს და დისპუტებს და სხდომებს გამართავენ, მსჯელობა და ასე შემდეგ და ეს ლაზარეს აღდგინების ძეგლი დამწერლობათა მსოფლიო ღვთიური დამწერლობათა მუზეუმზეა ლაპარაკი. იმიტომ რომ ღვთიური დამწერლობა არის სულ 14 დამწერლობა ღვთისგან დალოცვილი დამწერლობებად ითვლებიან ეს 14 დამწერლობა. ეხლა ისაც არის ასირიული დამწერლობა, ის ორებს რო ვეძახით, დიდებული დამწერლობა, ის სწორედ ივანიშვილმა რო წიგნი შემოგვიტანა დიდი სიყვარულით, იოანე ზოსიმეს წიგნი ქართულ ასირიულ ენაზე არის შედგენილი, რომელ ენაზეც ქრისტე ქადაგებდა და ასწავლიდა და დღესაც გვასწავლის ყველას სიკეთისკენ.
აი ესეთი რაღაცა ორივეს აი ეხლა პირდაპირ მიმართავ ქალბატონ სალომეს და სალომე ზურაბიშვილს და იმას ყაველაშვილს ხო რომ აბა ნახოთ როგორ გამოავლენენ ახლა შეიძლება ბევრს გაეცინოს რამე რაღაცა თავისებური ის აი როგორ გითხრათ ვაიმე დედა ხო კარგით ახლა ამას თავი დავანებოთ გადავიდეთ პაվել ჰერჩინსკისადმი მიმართვა ევროკავშირის დროშების კომბინაცია ასე რომ ვთქვათ ერთ მხარესაც ევროკავშირის საქართველოს ევროკავშირის დროშა ევროკავშირის და საქართველოს დროშა ესე იგი ოპოზიცია და პოზიცია ორივე მხარე ერთნაირი იმითი ლოგოებით გამოვიდნენ არჩევნებზე მე პაվել ჰერჩინსკის მივმართე რომ გამოსულიყო და ეთქვა რომ პარტიული ნიშნით სხვა ქვეყნის დროშების გამოყენება არ შეიძლება ჩემო კარგებო არ პარტია როდესაც არჩევნებს ატარებს იქ სხვა ქვეყნის დროშა არ შეიძლება იმიტომ რომ თუ შენ ევროკავშირის დროშას იყენებ რა ევროკავშირი ძღებულობს მონაწილეობას არჩევნებში და ევროკავშირის რამდენი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს სულ ყველამ რა ხმები უნდა მისცეს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნებს თუ ასე შემდეგ პარლამენტის წევრის არჩევნებს თუ ასე შემდეგ ეს ხო აბსურდია როგორ შეიძლება და თუ კი ისე იტყვიან დაუშვათ რომ ევროკავშირის დროშა იმიტომ გვინდა რომ ევროკავშირში მცხოვრები ქართველებისათვის ეს უფრო მეტი სიჯიუტე და რაღაცა გაუგებრობა იმიტომ რომ რა დააშავა ამერიკაში მცხოვრებლებმა რა დააშავეს აი სომხეთში აზერბაიჯანში თურქეთში და მსოფლიოს ჩინეთში იაპონიაში თუ ავსტრალიაში რა ყველა ამ ქვეყნების დროშებიც უნდა ჩაჯენილიყო მაშინ აი ხედავთ რამხელა უსუსურობა გაუგებრობა და ამიტომ მე ვთხოვე სანამ არჩევნები იქნებოდა რომ გაუქმებულიყო ის არჩევნები და გადატანილიყო სხვა დროს და ეხლა ფაქტიურად ერთი მხარე ითხოვს რომ გადავიტანოთ არჩევნები გადმოვიტანოთ არჩევნები ამიტომ პაվել ჰერჩინსკი გამოვიდეს და აღიარონ ეს შეცდომა თვითონ ევროკავშირმა აღიაროს ეს შეცდომა მათი შეცდომა იმიტომ რომ პაվել ჰერჩინსკი უნდა გამოსულიყო არჩევნებამდე და ეს არჩევნები უნდა გაუქმებულიყო და გადატანილიყო სხვა დროისათვის ხო და მე ფაქტიურად კარგი შევთავაზე ამასობაში ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებიც გამოირკვეოდა დამტკიცდებოდა საქართველოში პრეზიდენტის საკითხიც დამთავრდებოდა და ასე შემდეგ ასე რომ ვთქვათ რა კარგი საშუალება მივეცი საქართველოს მთავრობას ოპოზიციას თუ ევროკავშირის წარმომადგენლობას რომ ამ საკითხზე ემსჯელოთ და გაჩუმდნენ სულ ყველანი და ხედავთ როგორ ჩიხში შევედით გაურკვევლობაშია ყველა და ვერ გებულობენ რა უნდა და საით მიდიან აი ამიტომ მე ვთხოვ აბა ერთი რომელია მართლა პატრიოტი და აი ეს 860 წლის იუბილეზე ილაპარაკონ ან ერთმა მხარემ ან მეორე მხარემ მე კი შევთავაზე ქალბატონ სალომეს თავის დროზე რომ 850 წლის იუბილეს გამართვის ხელმძღვანელი ყოფილიყო არაერთხელ ვიმეორებ ამას რომ თქვენი ყავით მეთქი ხელმძღვანელი 2014 წელში მაისის თვეში შევხვდი ქალბატონ სალომეს თავის რეზიდენციაში ასათიანიდან შესასვლელი იყო ქუჩა რომ არის ასათიანის ქუჩა იქიდან შესასვლელი ჩიხში მან დაქონდა რეზიდენცია იქ ვიყავი და რომ საუბრობდით რამე დიდი მადლობა მითხრა მაგრამ მითხრა რომ 900 წელი რო შესრულდება
მაშინ ჩავატაროთო და 40 წელი კიდე გასასვლელია 900 წელი რო შესრულდება და 40 წელი მე ვერ ვიცოცხლებ რანაირად კაცო თვითონ იცოცხლებს ნუ ესე ვის გაუგია კაცო აწლეულობი ნულოვან წლებში უნდა აღნიშნოთ ხოლმე აი ესეთი რაღაცა აბსურდული მაშინ აღმოჩნდი რა და მე ვთხარი მე ყვავი კი არა ვარ 300 წელი ვიცოცხლო მეთქი გაჩვენდა ხმა შეიძლება ვერც გაიგო მე რა ვთხარი ხო კარგით აბა ხო აი ესე და რაც შეეხება ეხლა ევროკავშირს ვინაიდან ესე მოიწადინეს და საქართველოს დროშებს აღმართავენ ევროკავშირის წარმომადგენლები ამხელა დარბაზში დიდი მადლობა საქართველოს დროშის აღმართვისათვის მაგრამ მე მოუწოდებ ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოს რომ გამოიხედოს ევროკავშირისკენ ჯერ ევროკავშირმა მშვიდობის დროშა უნდა აღმართოს სად რეიხსტაგზე ევროპაში უნდა აღმართოს მშვიდობის დროშა 25 აი აქ დავაფიქსირე 25 დეკემბერს შობა დღეს უკეთესი რა უნდა აღმართოს ვერ გავიგე ესე რომ უჭირავთ საქართველოს დროშები მივესალმები კი არა ვეთაყვანები ყველას ვინც კი აღმართა ესე რომ ეჭირათ ეს საქართველოს დროშები საქართველოდან მოუწოდებ მშვიდობის დროშა აღმართონ რეიხსტაგზე ბერლინში სხვაგანაც თუ არის რეიხსტაგი არ ვიცი ხო აღმართონ და ამ აღმართვით მე კიევზე და მოსკოვზე აღიმართება მშვიდობის დროშები და გაჩერდება ომი ახალი წლები დაასვენეთ რა ეს ხალხი რა როდემდე უნდა ხოცონ ერთმანეთი ადამიანები არა ხართ მე ევროკავშირის ხელმძღვანელებს მიმართავ აღმართეთ მშვიდობის დროშა და შეაჩერეთ ეს ომი მე მსოფლიო მშვიდობის მედროშე მოგიწოდებთ ო და ცუდ ნოტაზე არ მინდა დავამთავრო ჩვენი გადაცემა და აი ეხლა ესე იგი დედაენის წყაროსთან ასეთი სცენარი მაქვს მე გაკეთებული დიდი იაკობის ქანდაკების წინ დევს წიგნი დედაენა წიგნის შუა ნაწილიდან წყანწკარი წყარო ჩამოედინება წვეთები ჩამოედინება ის ეცემა ზარს ზარი რო წკრიალებს ხოლმე და წვეთებად ეცემა მინდორში და საცა ასო ია ჩავარდება იქ ია ამოდის საცა ენ ჩავარდება იქ ენძელა ამოდის და ასე შემდეგ ასეთი სცენარია და აქ მაქვს ასეთი ლექსი ესე იგი დედაენის წყაროსთან დედაენა ქართulis დიდება ერის მოდგმისა გამობრწყინება შენ ხარ სიკეთის ფუძის შენება შენსა სამშობლოს მარად მშვენება წიგნი რჩეულთა ერისა ვარსკვლავეც მანათობელსა სიბრძნითა გამდიდრებულსა მრავალჟამიერ ქებულსა მზესა ედაროს ანათოს ერის საუნჯეთ შობილი იგი წყაროა ცოდნისა ისა ერის მშობელი წიგნმა აღზარდოს გმირები ერისთვის თავდადებულნი მათმა გაითქვანს სახელი ყველგან სიკეთით ქებულნი მე დავამთავრე დღევანდელი გადაცემა ყველას მიულოცავ ახალ წელს შობას განსაკუთრებით და საქართველო ვალდებულია შობის დღეს აი ყველას მოგიწოდებთ რომ ღვთისმშობელი მარიამის აი როგორ გითხრათ ისინი სამკერდე ნიშნები ატაროთ სულ ყველამ იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე
და ეს ჩვენი ვალდებულებაა ვიყვეთ ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის დამცველები. გესმით? ყველას მოგიწოდებთ ღვთისმშობლობას მოგილოცავთ, ახალ წელს მოგილოცავთ, ღვთის წყალობა გქონოდეთ, სულ ყველას კარგად ზანდებოდეთ.